მეგობრებო, მოგესალმებით. საჯარო გაშლა თემით მესიჯი სამყაროსგან. ნახეთ ვნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. თქვენ ახლა შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი ის თემა და საკითხი, რომელიც განსაკუთრებით შესაძლებელი ახლა გაწუხებთ და გინდათ რომ მიიღოთ პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით მესიჯის სახით სამყაროსგან. მაშა სადამე ვარიანტი გვექნება 3. ვარიანტი პირველი მესიჯი, ვარიანტი მეორე მესიჯი და ვარიანტი მესამე მესიჯი. არ დაგვაწყდეს ვიყოთ სასარგებლონი ერთმანეთისათვის. თქვენთვის ნებისმიერი აქტივობა არის ჩემთვის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი, ამიტომ არ დაგვაწყდეს ლაიქით დაფიქსირება ჩვენი მოწონება არ მოწონების საკითხისა, ხო, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი თქვენი გამოხატულება ჩემთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მისაღები. ხო, მისაღები. ასე რომ დავიწყოთ კომენტარებით, რა თქმა უნდა, ძალიან სიამოვნებს ჩემს თვალებს. არ აქვს მნიშვნელობა Facebook-ზე რამდენი გამომწერი ყავს, რამდენი კომენტარებს გიწერენ, ჩემთვის YouTube არხი ეს აბსოლუტურად სხვა გამოწვევაა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, უკვე 21,000 ვართ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ YouTube არხმაც შესაბამისად ისე იმუშაოს და ისე გაიზარდოს, როგორც Facebook ვერთი. მაშინ სადამე ვარიანტი 3 გვაქვს და კარგი, გამოვიყენოთ გასაღებები. მოგაცრავად, პირველი ვარიანტი. ესეთი გასაღები გვექნება. მოდით მეორე ვარიანტი იყოს წითელი იასპი. მეტი ხედავთ, წითელი იასპი. და ერთი წუთით მეგობრებო, ესეც ასე მეგობრებო, ჩემი ალტარი გადმოვალაგე, ვფიქრობ განათებაც ახლა უკეთესია და ხილვადობაც და მოდით მესამე ვარიანტი იყოს. მესამე ვარიანტი იყოს აი ეს სოკოები. ნახეთ, 3 აბსოლუტურად განსხვავებული ატრიბუტიკა, გასაღები, მინერალი და სოკო. ჩაიფიქრეთ ახლა ნებისმიერი ის საკითხი, რასაც პასუხი გაინტერესებთ სამყაროდან, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველი. თვინც ჩაიფიქრა გასაღები. რჩევა სამყაროსგან რა არის? შენ ახლა ძალიან სერიოზულ, მნიშვნელოვან და კარმულ პერიოდს გადიხარ. შენთვის ახლა მომენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს სამართლიანი და სამართლიანი იყო პირველ რიგში საკუთარ თავთან, საკუთარ სულთან, საკუთარ სამყაროსთან და არ მოექცე სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ და არც შენ არ მისცე უფლებას სხვას, რომ ისე არ მოგექცეს, როგორც შენ გინდა. მესიჯი სამყაროსგან არის ის, რომ შენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გააკეთოს სწრაფი არჩევანი, სწრაფი გადაწყვეტილება არ მიიღო. კარგად აწონო, მით უმეტეს თუ კი საკითხი ეხება რაიმე ესეთ სიტყვაზე ყველას არ ეხება ეს, ხო? დოკუმენტები, მოწერა, გაწერა, ნებისმიერი ესეთი იურიდიული, იურისპრუდენცია, ყველანაირი საკითხი, რაც საბუთების, საბანკო აქტივობის ან ნებისმიერ ესეთ თემას მოიაზრებს, აქ მაქსიმალურად უნდა იყოთ ყურადღებით, ასჯერ გაზომოთ, კიდევ ასჯერ გაზომოთ და მერე ერთხელ გაჭრათ. მესიჯი სამყაროსგან არის ის, რომ ის პერიოდი, რასაც ახლა გადიხართ, ეს უნდა გაიაროთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ პერიოდის გავლა, როგორც გაივლეთ, ხო, ამ პერიოდს, საბოლოო ჯამში აუცილებლად იქნება სიგნიფიკატორი იმისა, თუ შემდგომ როგორ გაგრძელდება თქვენი ცხოვრება და თქვენი ყოფიერება და თქვენი რეალობა. ამიტომ აი ახლა ამ პერიოდში არის ძალიან და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომ იყოთ სამართლიანი. სამართლიანი საკუთარ თავთან. მაგალითად, თუ
გრძნობთ რომ გარემო ადამიანი ყოფიერება არ აქვს, მუშაობა არის ტოქსიკური თქვენთვის, იყავით სამართლიანი საკუთარ თავთან და გაერიდეთ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ შემდგომ გადახვიდეთ იმპერატორი ქალის ენერგიებში, გაყვავდეთ, ესე იგი, გაიფურჩქნოთ, გალამაზდეთ და თავი იგრძნოთ ნამდვილად თქვენი სამყაროს სულის ჩამთქმელად და იგრძნობთ, რომ თქვენი სამყარო თქვენ გეკუთვნით და ზოგადად ადამიანები, როდესაც საკუთარ თავს და საწყის უბრუნდებიან, მაშინ იწყება მათი ყველაზე დიდი რეალური გამარჯვება, საკუთარი თავის აღმოჩენაც და ძალიან ბევრი საინტერესო რამ. მაგრამ თუ გიგრძნობთ, რომ პირიქით რაღაცაში ძალიან ჩქარობთ, არ ხართ სამართლიანი თქვა სხვა ადამიანის მიმართ, ხო? არ ხართ სამართლიანი გულისხმობ იმ ნაწილში, რომ მოკლედ სამართლიანობა ძალიან აბსტრაქტული რამეა, მაგრამ 100-ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ თუ იქნება არასწორად გადადგმული ნაბიჯები, ამან შესაძლებელია თქვენი პოტენციალი უბრალოდ გააფუჭოს, ხო, კონკრეტული საკითხებთან მიმართებაში. ამიტომ აი სამართლიანობა აქ არის ოქროს გასაღებით, ან თქვენი პირველი ვარიანტი არის გასაღები. თქვენ თქვენს სურვილის კარს აუცილებლად გააღებთ, მთავარია რომ ახლა ყველაფერი აწონ-დაწონოთ და სწორად განსაზღვროთ თქვენი ძალები და ენერგიები, ხომ? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ არის ესე იგი კიდევ ასევე მნიშვნელოვანია რომ არ აყვეთ ილუზიას, არ გააკეთოთ ნაჩქარები, გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და ყველაფერი მოაგვაროთ, სანამ ნახეთ, ყველაფერი შეისწავლოთ დეტალურად, მშვიდად, წყნარად, თავიდან ბოლომდე, სადმე არ მოხდეს თქვენი გაცურება, ილუზიაში შეყვანა, გაეცანით ყველაფერს და ყველას თქვენს ირგვლივ, თქვენს რეალობაში, რაც ამ კონკრეტულ საკითხს ეხება, ხო, რომ არ მოხდეს თქვენ შემთხვევაში ილუზიაში შეყვანა, ხო? რაღაცა სრულ დანაპირებები, მოკლედ, ბევრი რამ შეიძლება იყოს ილუზიაში შეყვანის მცდელობა. ასე რომ თქვენ სამყარო გეუბნებათ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. თქვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადადგათ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადადგათ სწორი ნაბიჯები, სამართლიანი ნაბიჯები და თუ იქნებით სამართლიანი და არაფერს არ შეგეშინდებათ და თუ თქვენს კარმულ გაკვეთილს ისე ჩააბარებთ, როგორც საჭიროა, თქვენ იქნებით ნამდვილად თქვენი მოწოდების სიმაღლეზე და იგრძნობთ, რომ თქვენს ხელთ არის თქვენი კეთილინება, ძალაც, ენერგიაც და გამარჯვებას. დაგემშვიდობოდეთ პირველი ვარიანტი. მადლობა ყურადღებისათვის, ველოდებით თქვენს კომენტარებს, იმედია მიიღეთ თქვენთვის ასურველი მესიჯი სამყაროსგან, ხოლო მეორე ვარიანტი ეს არის წითელი იასპი. თქვენ რას გირჩევთ სამყარო კონკრეტულ შემთხვევაში, ხო? თქვენ სამყარო გირჩევთ იმას, რომ არავითარ შემთხვევაში პირველ რიგში არ დანებდეთ. არავითარ შემთხვევაში აღარ დახაროთ თავი, აღარავითარ შემთხვევაში აღარ დათმოთ პოზიციები, დრომობიდა რომ კლანჭები, ეშვები და ყველაფერი რაც კი ბასრი გაქვთ გამოაჩინოთ, გამოუშვათ დრაკონების ასე ერნოთ, იმიტომ რომ თქვენ ახლა აუცილებლად უნდა მიაღწიოთ იმ მიზანს, რომელიც თქვენ გინდათ და თუ გეგრძნობთ, რომ ლოიალურად, ტკბილი სიტყვით, კარგი ენა, ტკბილი მოუბარით არაფერი არ გამოგდით, თქვენ გეუბნებიან, რომ აქ არის საჭირო უკვე რომ უფრო მეტად აგრესიული არა, მაგრამ უფრო მეტად ესეთი ხისტი პოზიციები გამოხატოთ. ხება ეს? ხო, აი გადაწყვეტილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. დრომოვიდა რომ მიიღოთ გადაწყვეტილება. აი ძალიან დრომოვიდა, როგორც ეთქვია, ძალიან დრომოვიდა რომ მიიღოთ გადაწყვეტილება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ასე გეუბნებათ თქვენ სამყარო, ამას გეუბნებათ, ამას გირჩევთ ჩაფიქრებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. მიიღე გადაწყვეტილება. შენი გადაწყვეტილება იქნება შენთვის აუცილებლად საუკეთესო, იქნება გამარჯვება, იქნება ის, რაც უკვე შემდგომ თავს გაგრძნობინებთ თავისუფალ ადამიანად და იმ ადამიანად, რომლის
სიტყვასაც და აზრსაც თუ ვინმე პატივს არ სცემს, არ აქვს მშობა ვინ არის ეს ადამიანი, მაშინ არ არის კარგი სხვა გაიძულებ რომ პატივის სცემ, მაგრამ დაგანახებ რას ნიშნავს შენი უპატივცემულობა ჩემთვის და დაგანახებ აუცილებლად ჩემი გადაწყვეტილებით, რომ ასე არ შეგიძლია მოექცე ჩემს კეთილნებას. მიხვდით ხომ? ანუ აქ უკვე საჭიროა თქვენგან მკვეთრი გადაჭრის გადაწყვეტილების არ აქვს სულ, ჩაიფიქრეთ პოზიცია და აქ უკვე ახარ უნდა დათმოთ თქვენი სურვილები, არ უნდა დათმოთ და უნდა იბრძოლოთ იმისთვის, რომ მიიღოთ თქვენთვის სასურველი შედეგი. გადაჭერი, ეს არის საკვანძო სიტყვები, მიიღე გადაწყვეტილება, გადაჭერი, გაწყვიტე, შეწყვიტე, დაასრულე და გადადი რაღაც ახალში. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო მეორე ვარიანტი, დაგემშვიდობებით. აი ეს არის თქვენი რჩევა სამყაროსგან, თქვენს კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით. საინტერესოა რა ჩაიფიქრეთ ამისთანა, იმიტომ რომ ყოველთვის ესეთი ხისტი ვარიანტია მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი სოკო ვინც აერჩია, მოდით ვნახოთ თქვენ რას გერჩევთ სამყარო ჩაფიქრებულ სიტუაციაში. იმოძრავეთ, აი თქვენ გეუბნებიან რომ თქვენ აუცილებლად უნდა იმოძრავოთ, იმიტომ რომ თქვენი პოტენციალი ფინანსური გზა, თქვენი არჩეული გეზი ხო, საითაც მიდიხართ, სადაც მოძრაობთ, საითაც ახლა იყურებით ხო და მზად ხართ რომ მიმოქმედოთ, აუცილებელია რომ მიმოქმედოთ, იმიტომ რომ თქვენ ეს აუცილებლად გამოგივათ. თქვენი გზები, მოდი ასე ვთქვათ, ახლა არის გახსნილი. მაგრამ თუ იჯდებით გულხელდაკრეფილი და არაფერს არ გააკეთებთ, აქ ძვრა არანაირად არ იქნება. აი აქ არის პირდაპირი მნიშვნელობით მოძრაობა საჭირო. აქტივობა, მოძრაობა, დრაივი, ენერგია მოდის ძალიან ესეთი ცეცხლოვანი, ხო? აქ ადგილზე არ უნდა გაჩერდეთ, იმიტომ რომ ეს ენერგია აუცილებლად ჩაქრება, ხო? ნახოთ. მესამე ვარიანტი. ხო, აი მეორე ვარიანტს ამოვიდა სულ ხმლები, მესამე ვარიანტს სულ კვერთხები. ჩემო თქვენ გაქვთ გამოცდილება, თქვენ არ შეგეშინდეთ მესამე ვარიანტი, იმოძრავეთ, თქვენ ხართ დაცული ადამიანი, ცოტა შორის ძალიან კარგი დაცვა გაქვთ, მინდა გითხრათ, ძალიან კარგი დაცვა გაქვთ. ნუ გეშინიათ და გარდა გამოცდილებისა და გარდა დაცვის ქონისა, თქვენ შეგიძლიათ რომ ესე იგი ნებისმიერი სირთულე გადალახოთ, იმიტომ რომ თქვენ გეძლევათ ამის ენერგია. თქვენ გეძლევათ ამის ენერგია. კი, ხანდახან უბრალოდ საჭირო არის ხოლმე რომ ძველი სცენარებიდან გავიდეთ და ეს არასოდეს არ არის ბოლომდე სასიამოვნო, ძველი სცენარის დატოვა გააჩნია სცენარსაც, სადაც ბევრი დრო, ემოცია, ენერგია ჩაიდო, მაგრამ თქვენ გეუბნებიან რომ შესაძლებელია ძველ სცენარში უბრალოდ აღარ იყოს განვითარება და არის დრო რომ რაღაც ახალი დაიწყოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ახალს როდესაც დაიწყებთ, უკვე დაიწყებთ უკვე გექნებათ ხურჯინით გამოცდილება, ხო, გზაზე, იმიტომ რომ უკვე იცით არსებულ სიტუაციაში როგორ მოიქცეთ, მაგრამ იმოძრავეთ. სულ იაქტიურეთ, იმოძრავეთ, კომუნიკაციები უნდა გქონდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი ფინანსური პოტენციალია მესამე ვარიანტი, ესეც გაითვალისწინეთ, ამიტომ არ გააჩეროთ ახლა თქვენი ენერგიები და სულ იაქტიურეთ იმისთვის, რომ მიხვიდეთ იმ სასურველ შედეგამდე, რომელიც თქვენ გინდათ ჩემოძვირფასებო. დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილები თქვენგანი იყო, არის და იქნება ნინო, ძალიან დიდი სიყვარულით. შეხვედრამდე.